გამარჯობა მეგობრებო, ვაიმე კამერა და მიკროფონი. მე მაქვს ისეთი კამერა, სადაც მიკროფონი არ უერთდება და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ალბათ შევცვლი და ახალ კამერას ვიყიდი, სადაც საშუალება მექნება, რომ მიკროფონი იქშევა ერთო და არა ცალკე მქონდეს უკვე უყურეთ რა ხოლმე განსხვავება. ცალკე მქონდეს მიკროფონი ესეთი მისამაგრებლები დიდად არ მეყვარს. ვფიქრობთ მსგავსი მიკროფონის შეძენას, თუმცა ყოველთვის არ მინდა რომ მეკეთოს, იმიტომ რომ რა ვიცი, არ მომწონს და მირჩევნია კამერაზე იყოს მიერთებული მიკროფონი. მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს არხზე. დღევანდელ ვლოგშიც ვიქნები მხოლოდ მე, თუმცა დიდი ალბათობით ამ შაბათ-კვირას გადავიღებთ ახალ ვლოგს მე და სალომე ერთად და შემდეგ კვირას საერთო ვლოგს შემოგთავაზებთ. ეხლა არის დღეს ხუთშაბათი და ძალიან კარგი ხასიათზე რადგან ხვალ არის პარასკევი, შემდეგ არის შაბათ-კვირა და ხვალ საღამოს წავალ სალომესთან და დავრჩები რაღაც ისე ვარ. კვირის დღეებში ვარ სახლში და შაბათ-კვირას მივიდივარ სალომესთან. იმიტომ რომ უკან დაბრუნება სახლში მეზარება ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან, დაახლოებით 20 წუთის გზა, მეტი არა. მეზარება ხოლმე რა სახში მოსვლა და მე ისევ გასვლობასთან და მან ვრჩები ხოლმე. და მე კვირას მოვდივარ, ვემზადები ორშაბათისთვის და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვარ ხოლმე სახლში. რაც შეეხება მარტს, ქალებო, გოგოებო, ყველას გილოცავთ მარტის თვის დადგომას, ჩვენი თვის დადგომას. დღევანდელ სამყაროში ისევ ძალიან რთულია რომ იყო ქალი, საუკუნეები გადის, თუმცა საბოლოოდ ქალები მაინც ვერ ვართ ისეთი დაფასებულები და ისეთი თავისუფლები, როგორებიც გვინდა ვიყოთ. ამაში დამნაშავეები არ მხოლოდ მამაკაცები, ასევე ვართ ჩვენ ქალები, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად ვაკრიტიკებთ ერთმანეთს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც სულ უარყოფითად არის განწყობილი ადამიანების და ქალების მიმართ და იმის მაგივრად, რომ ქალებმა ერთმანეთი გავაძლიეროთ, არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით, პირიქით, სულ ვაკრიტიკებთ ერთმანეთს, თან ეს სოციალური ქსელები კიდე უფრო გვიმარტივებს ამ ყველაფერს, რადგან ძალიან მარტივია. შეხვიდეთ TikTok-ი, იქნება Instagram-ი თუ ნებისმიერი პლატფორმა, დაწერ კომენტარს და всё, მე პასუხს არავინ აღარ გთხოვს და შეიძლება ვერც გაიგოს ადამიანმა ამ აკაუნტის უკან ვინ დგას და ეს არის კიდე ცალკე კოშმარი. იმედია ერთხელ ისეთ სამყაროში გავიღვიძებთ, სადაც ქალები ერთმანეთს მხოლოდ გავაძლიერებთ და კრიტიკას შევეშვებით. კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა რეალურად კარგია, მაგრამ ლანძღვა უკვე ძალიან მიუღებელია. არ ვიცი, ალბათ ამას მხოლოდ უბედური ადამიანები აკეთებენ, იმიტომ რომ შეუძლებელია იყო ბედნიერი და გადარდებდეს და ასევე ცოტა აზრზე მოსულის თუ ხარ ამ სამყაროში რაში გადარდებს კაცო, ვინ და სხვა როგორ და რანაირად აკეთებს, თან მართალია ესეთ უტოპიურ სამყაროში ალბათ ვერც გავიღვიძებთ, მაგრამ თუ ყოველთვის შევეცდებით რომ ცოტათ უკეთესები ვიყოთ და უფრო დავინდოთ ქალებმა ერთმანეთი, მამაკაცებსაც უფრო მარტივად გავუმკლავდებით. არ ვიცი თქვენ რამდენად მოდის ეს ინფორმაცია და იწიებთ ნეტა მეც არ წამიკითხო, მაგრამ ცოდნა ძალა, ამიტომ თქვენც გაგიზიარებთ, იმიტომ რომ იცოდეთ რომ ესეთ რაღაცები არსებობს რეალურად. ჟიზელ პელიგორო გავიხსენოთ, არ ვიცი თუ იცით ამ ქალის შესახებ, 2024 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია ამ ქალის შესახებ, რომელმაც უჩივლა თავის ქმარს. დიდი შვილი ყავს ალბათ, ოჯახიც, მეგობრებიც და ძალიან რთული იქნებოდა მისთვის რეალურად ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ არ ვიცი ამ ქალმა მართლა ძალიან დიდი ძალა მოიკრიბა და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ღირს ბრძოლა მოძალადე ქმრის წინააღმდეგ. ეს კაცი სექსუალურად ძალადობდა თავის მეუღლეზე სხვა ასობით ადამიანთან ერთად, როდესაც ეს ქალი იყო უგონო მდგომარეობაში, საძილე თუ ნარკოტიკული საშუალებების ქვეშ და მასზე ვიდეოებს აკროვებდა ეს კაცი. გავრცელდა, რომ არსებობს Telegram ჩატი, სადაც ადამიანები აღაზიარებენ თავიანთი ახლობლების ფოტოებს და საშინელ რაღაცებს წერენ განურჩევლად. ეს არის შეყვარებული და თუ მეგობარი უბრალოდ რეალურად საშინელ სამყაროში გვიწევს ცხოვრება. და ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ იმედია ისეთი დღეც დადგება, სადაც ქალები ვიქნებით ბედნიერები და უსაფრთხოები და მთელი სამყარო იქნება უბედნიერესი, ძალიან მე მეცინება საკუთარ თავზე, რომ ისეთ რეალობაშიც ახლა ვცხოვრობთ, უტოპიურ სამყაროზე ოცნება მართლაც სასაცილოა. ეს ყველაფერი გაგიზიარეთ, რომ მე მინდა იცოდეთ, რომ ქალები ყოველ ნაბიჯზე მსოფლიოს მასშტაბით
ვიბრძვით, რომ დავიცვათ საკუთარი უფლებები, იქნება სამსახური, ოჯახი, სანათესაო, დავიცვათ საკუთარი თავი მოძალადეებისგან, ქუჩაში გასვლაც კი უკვე რა ყოველთვის და ეხლაც ძალიან საშიშია ქალებისთვის, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველგან. მართლა ძალიან რთულია იყო ქალი მაშინ და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ შეიძლება ოდნავ შეიძლება უფრო უსაფრთხო, მაგრამ სამაგიეროდ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ერევა. ქალებს ძირითადად არავინ არ აცდის უფლებას, რომ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, იმიტომ რომ ყოველთვის ვიღაც ერევა შენს ცხოვრებაში. ერთადერთი რაც არ უნდა დავაგვიგვაწდეს ქალებს ის არის, რომ ყოველთვის დააყენეთ თქვენი თავი პირველ რიგში. თქვენ თუ არ დააფასებთ თქვენ თავს, არ აქვს მნიშვნელობა კაცი ხართ თუ ქალი. და განსაკუთრებით მეც ქალები, სხვა არასდროს არ დაგაფასებთ. თქვენი წესები გქონდეთ, თქვენი ლიმიტები დააწესეთ, თქვენი საზღვრები დააწესეთ და აიძულეთ ადამიანებს პატივისცემ თქვენს საზღვრებს და ასევე თქვენც ესით პატივი სხვა ადამიანის საზღვრებს. აი თიშა კამერა იმდენი ვილაპარაკე. პროდუქტები გამოვიძახე, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის გარეუბანში ვცხოვრობ, რთული აქ ბევრი რაღაცის ყიდვა, ესე გვავიწროვებენ და კლასობრივად გვყოფენ და როდის დასრულდება ეს ერთი სული მაქვს, მართალია შეიძლება ბევრი რაღაც არ ვიყიდოთ ყველამ, მაგრამ ვიღაცებს, ვისაც ინდომებად ხომ იყიდიან, მაგრამ არ ესმით ამ ხალხს არ ეწყობთ. ჩვენც არ გვაწყობს, ცოტა განსხვავებული რაღაც მოგინდა დაივიწყე. პირველი რაც გამოვიძახე ბრინჯი, როგორც გახევილი მოვიდა და რატომ არ ვიცი. ეს არის სუშის ბრინჯი, თუმცა მე ისეთ ძალიან ვიწყებ, ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღყვებას ვიწყებ და რამდენიმე დღე დავიწყე, ზედა კოკა-კოლა მაინც უნდა იდოს მაცივარში, რადგან ეს წონაში არ ამატებს და ზოგჯერ ყოველ დღე შეგვიძლია დავლიოთ. არდა მე ძალიან მიყვარს კლასიკი, თუმცა რას ვიზამთ. ასევე ვიყიდე ვალიოს პუდინგი. რომელიც არასდროს გამისინჯავს, დიდად არ მეყვარს არც პუდინგები, არც იოგურტები და თუ სწორკვებაზე არ ვარ, ჯანსაღყვებაზე თუ არ ვარ, არ ყიდულობ ხოლმე და სადაც როგორია. ისე ვიყიდე დოგვი. ეს არის დიჟონის დოგვი და ყოველთვის სხვა ბრენდისაც ყიდულობ ხოლმე, მგონი Q-Hack ქვია და გერმანულია, ზუსტად არ ვიცი. გაჩვენებთ ახლა. აი ეს საწყალი დამთავრდა უკვე. და ძალიან მომწონს და ესეც არ უნდა იყოს მგონი ცუდი, ეს ფრანგული ტრებიან très super უნდა იყოს ჩემი აზრით და ვნახოთ. ძალიან მიყვარს სენდვიჩებში და სალატში. გემრიელია. შემდეგი არის ეს თევზი, რომელიც არის დარდანელის და პირველად ვიყიდე ამ ბრენდის ორაგული Türkiye'nin balık uzmanı Türkiye'den geliyor bu balık. Çok teşekkür ederim. Cem Türkuli. და გვენ პაკი იქნება 400 გრამია და 4 დღე მეყოფა. პირველი ხორცს საერთოდ ვერ ვჭამ, აქედან გამომდინარე ცილოს ვიღებ ხოლმე თევზაულით და ძალიან მარტივი მოსამზადებელია. გაადინე, წყალი გადაავლე და შეწყვეტ. всё. ეს არის რამდენიმე წუთში, 40 წუთში ალბათ. შემდეგ არის ეს პური, რომელიც სხვა პური შევკვეთე, მაგრამ აღმოჩნდა არ მქონდა და მე ვიქარით ისევს გამომწონე. ერთადერთი მიზეზი, რატომაც გამოვიძახე ევროპროდუქტიდან იყო ის, რომ აისბერგი მინდოდა და მხოლოდ ევროპროდუქტში იყიდებოდა აისბერგი. სხვა მაღაზიებში არასდროს არ არის, არ აქვს დამატებული აისბერგი და დავიღალით თხოვით. აღმოჩნდა, რომ ეგეც არ ჰქონდათ და მოკლედ პური და აისბერგი ვერ მოვიდა ჩემამდე. ეს იქნებ რა არის? მეტი არაფერი. სულ ეს იყო. ეხლა შევჭამ ამ პუდინგს, ძალიან მაინტერესებს როგორია. ეს არის კარამელით. და ნახოთ. With that Paris, შევაფასოთ.
არ ვიცი, თან არ გავგიშდი, მაგრამ კარგია. ესეც ტკბილს არ მოგელოდი. კარგი, აი ტკბილი როცა გინდა, ტკბილის მოთხოვნილებას ეს კარამელი ყოველ შემთხვევაში, სხვა არ ვიცი, ეს დაგიკმაყოფილებს. მე ხომ შევჭამ და ვიმუშავებ. ჯობა სანი რა იყო სანო? გავარჯობა. ისე რა კარგი. არა, ვიდეოს რო ვიდე. მე მიშავდი. კი. მე დამცხა. მოკლედ გადაწყდა ეს ხოლმე. მუშაობდი და შემოვიდნენ გაიზომე ის ქურთუკებიოდა. წავედი ხომ იმუშავ. ერთ საათში მოვჭები. ხო. მოვჭ. ჩემი უგემრიელესი ვახშამი. სადაც ცოტა მარილი დააკლდა პიურეს და მოვაყარე. და ბიურე გაცივდა, მაგრამ არ ვთქვი ვინ გააკეთა უგემრიელესი საჭმელი. მე არა. იმიტომ რომ ბიურეს რაღაცნაირი გემო აქვს, თან ცოტა გაგრილდა და მარილიც აყია, მაგრამ ეს საუკეთესო ბიურე რაც კი აქამდე გამიკეთებია. კონსისტენცია არის ძალიან კარგი. გემოც ნორმალური, ტემპერატურა ცუდი. რაც შეეხება ორაგულს, ხუმელი და გამეხურებინა. ამიტომ ავუწია 280 გრადუსამდე და დამავწერ თევზი შევდა 205 გრადუსამდე ჩამომეწია და იმედი გამომშრალი არ არის. ძალიან კარგია. მე გადასული ვარ შემდეგ დუში. წავალი ხარ შევჭა. სალომე დედაჩემს თმას ხებავს. პიცა ჭამეს, მე რომ მუშაობდი მაშინ და ხელი მკრეს პიურაზე. აი კოკა-კოლა ეხლა გამოასწორებს ამ საჭმელს. ზუსტად ამ წერილიდან დინამო არენაზე მისი რამდენი ჯარიმა გამახსენდა, ახლა ამ წერილიდან ამ პოზიციიდან გაიტანა ამ მატჩში დიდი ალბათობით გადამწყვეტი სეზონის სულამაზესი დაარტყა. საბა ხო ადამიანია გადაცემის და სულამაზეში პოლიტიკა 94 წუთზე ახერხებს იმას, რომ დინამო თბილისის უდიდესი ალბათობით ამ შეხვედრას მოვაგებინებს. და იმას ინდივიდუალურს მოსტატობა მოახერხა ის, რომ დინამო თბილისმა აღნიშნა შეხვედრა მოიგო. მოკლედ აი ესეთი მარტივი მისი რამდენი ჯარიმა გამახსენდა, ახლა ამ წერილიდან ამ პოზიციიდან გაიტანა ამ მატჩში დიდი გოლი. გიბრუნდით ჩემი ოთახიდან. დაჭდა კამერა. არ მჯერა რა შეჭერს ამას 30% იყო და დამიჯდა კამერა. კარგით, ეხლა მე გადავალ ტელეფონზე. არ ვიცი. მოკლედ უცბად გაჩვენებთ რაღაცებს. აი, ამდენი არ უნდა ელაპარაკოთ აკო. ესე იგი, ყველაზე მეტად რაც მინდა თქვენთვის მეჩვენებინა აი ეს ნიფთი. ეს არის ავტორუჯი, რომელიც ძალიან მომეწონა, რომელიც ვნახე ერთ-ერთ ჩემს საყვარელ იუთუბერთან. ეს გოგორი ის მომდესახესე ძალიან ბუნებრივად არჩდებოდა და ამიტომ გადაწყვიტე რომ მეცადა და ძალიან მომეწონა. ესე იგი, 2-დან თუ 3 წუთიდან 12 წუთამდე შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა 2-3 წუთი ჩემთვის არის მაქსიმუმი, რადგან მე ძალიან მუქია და ცოტა არ მომწონს, არა ბუნებრივი ფერია. ამის წასასმელად გვჭირდება ჩვენ დამატენიანებელი. რომელი დამატენიანებელიც გაქვთ? აიღეთ. დასრულდა ეს დამთავრდა. არა ბოლომდე დამწუხა. იმიტომ რომ ახალი რომელი დამატენიანებელიც მაქვს, არ ვიცი ახლა ის რამ შეიცავს კიდე დამატებით. ეხლა ფრთხილად უნდა გავაკეთე, რომ ბევრი არ მომივიდეს. ეს ჩავწვდ. 1 წვეთი 2 3 ეს კარგად შევურიოთ და წავისვათ საღაზე დილით რომ გაიღვიძებთ უკვე გექნება შეფერილი სახის კანი, მაგრამ იცოდეთ რომ დაბანის დროს გადადის.
ამიტომ დიდი ხანი არ გექნებათ ეს ფერი. მიცელარული ძალიან აშორებს, დასაბანიც აშორებს და რამდენიმე დღეში გადავა. ამიტომ თუ ბევრი მოგივათ, დარდარწოთ რამდენიმე დღეში შეგიძლიათ მოიშოროთ. ხვალინდელ ვიდეოს ეგ დავურთავ და გაჩვენებ. დაგიბრუნდით ჩემი ავტორუჯით. გონი ოდნავ მეტყობა. დილით რომ გავიღვიძე, უფრო მუქი ფერი მქონდა, რაც უფრო მომწონდა, მაგრამ პირი რომ დავიბანე, რა თქმა უნდა, გადამივიდა სამწუხაროდ, მაგრამ მაინც შეიმჩნევა სხვაობა ჩემსგანსა და ავტორუჯს შორის. პირებდი რომ წამესვა დიფერინი, დღეს მიწევდა, მაგრამ ეხლა ამაზე მაინც არ მინდა. როგორც იცით, მაქვს ეს დიფერინი, რომელიც იდება Better Skin Shop-ში, თუმცა ავერსმა შემოიტანა აი ეს ბრენდი. ორივეს მთავარი ინგრედიენტი არის ადაპალენი, უბრალოდ სხვადასხვა ბრენდია. მე ყოველთვის ამას ვიყენებდი და რადგან ეს არის ავერსში და ხელმისაწვდომია და ხშირად აქვს ფასდაკლებაზე შევიძინე. რაც შეეხება დასაბანს არ ჰქონდათ სამწუხაროდ და ვერ ვიყიდე, მაგრამ ვიყიდე დამატენიანებელი, რომელიც ფასდაკლებით ღირდა 42 ლარი და ვიფიქრე დავტესტავ მეთქი. და მაინტერესებს როგორია, რადგან დასაბანი ძალიან მომწონს და 42 ლარი ძალიან კარგი ფასია დამატენიანებლისთვის, როცა ფასდაკლებით ყიდულობ. რამდენიმე დღის წინ შევიჭრით თმა და ეხლა არ ეტყობა ესე, მაგრამ გავიშრობ და გაჩვენებთ როგორ მაქვს ძალიან მომწონს. გავებუწოთ. აი ამით რატო ვივარცხნი, მაგრამ მეზარებას ავარცხლის მოტანა. ვისაც გაქვთ ფენები, თმის საშრობები, რომლებსაც მოყვება აი ესეთი თავები, ან უფრო წვრილი, ესე შეგიძლიათ ლამაზად შემოიხვიოთ. გასწავლეთ ეხლა რაღაც ახალი, მაგრამ მე დიდად ამ ნიჭით არ გამოვირჩევი და ამას თითქმის არ ვიყენებ ძალიან იშვიათად, რადგან ძალიან მცხელა მაგის გამოყენების დროს და უფრო მარტივ ხარხს მიმართავ. და თქვენს ფენსაც თუ აქვს მსგავსი ხელსაწყო, რომელიც თმას ახვევს, შეგიძლიათ ჩემსავით აჩეხილთმაზე კარგად გამოიყენოთ, ნახეთ. ზედერის რა თქმა უნდა იმს თავით უკეთესია. ჩანსნე და თმა უკვე მზად არის, მაგიტა მიყვარს წინ ესე აჩეხილი თმა. ერთი-ორი ხელი შეულოდებსა. ჩვეულებრივი სავარცხლითაც ძალიან მარტივად გეცდება, რა თქმა უნდა. მაგრამ ესე უცბად 2 წუთში მზად არის ისეთი ადამიანებისთვის, რომლებმაც დიდად კარგად არიციან ფენის და სავარცხლის ხმარება ჩემსავით. რაც შეეხება ჩემ თმას, ძალიან გამიმართლა, რომ ესე კარგად შემჭრეს. არ ვიცი ხო რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ ზუსტად ისე შემჭრა, როგორც მსურდა. და კიდევ გუშინ რა თმის გაკეთება გაჩვენეთ, რა თქმა უნდა, ეს უფრო გრძელია და ცოტა შემსახვევია, მაგრამ ის თმა, რაც გუშინ გავიკეთე, დღეს დავივარცხნე, მთელი ღამე კუდი მქონდა შეკრული და ძალიან მომწონს, ნახეთ. ამიტომ ესეთი თავაკებიანი ფენები კაია. და ძალიან, აი ნახეთ მეგობრებო. მსგავსი ფენი მქონდა დაახლოებით მე-10 კლასში თუ მე-9 კლასში გერმანიიდან ან იტალიიდან ჩამომიტანეს ჩემმა ნაცნობმა მანჩომ და ლიამ. და აუ ისე გამიხარდა, ისეთ მაგარი იყო. ძალიან კარგად მიყენებდა თმას. 3 თავაკი ჰქონდა, ერთი ჩვეულებრივი სავარცხელი, მეორე ბურთულიანი და ერთი გასაშრობი. და მე-4-იც იყო რაღაც დასახვევი, მაგრამ იმას არ ვიყენებდი. და ამ თვეს ჩამოვისწორებდი, ისეთი სწორი და დაყრილი თმა მქონდა, ისეთ სასიამოვნო იყო, გიჟდებოდი, ეგ იყო ჩემი პირველი დაისვენი. და ძალიან დიდი ხანი მქონდა, მერე გამიბუჯდა. მერე სულ ვფიქრობდი, ხომ არ ვიყიდო მსგავსი Philips-ის ბრენდისას ვუყურებდი ხოლმე და ვერ გადავწყვიტე და მე თან მავიწყებოდა სულ და საბოლოოდ ვერ ვიყიდე და მსგავსი თავაკებით ძალიან კაია, ნახეთ. თუნდაც მგონი ეხლა თმის სახოვები რომ არის ესე ლაკონებივით რა კეთებს ლოკონებივით.
იმითაც შეიძლება ესე შემოხვევა. უბრალოდ თმის სახვევი და უთო იმიტომ არ მომწონს, რომ როდესაც ვისწორებ თმის სახვევით, თმის ღერი უფრო უხეში და ულამაზოა, ვიდრე ფილმით გაკეთებული თმა. და სხვა შორის ერთხელ სალონში ვიყავი და იქ ამბობდნენ, რომ თმას რო შეიძლება არ არის კარგი უთოთი დასწორება, თმის უთოთი დასწორება, რადგან მე მგონი საღებავის ფერს ცვლისო და თმას ულამაზოდ წარმოაჩენსო. ხო და ძალიან მომწონს თმები. და რა თქმა უნდა ეს მხოლოდ და ისინი დამსახურება არ არის, ეს იმის დამსახურება არა, კარგად მოგსიჭრილი ჩემი აზრით და ძალიან წონს. წავედი ხა. გადავიდეთ, დღეს არის 7 მარტი და გადავიდეთ 6 მარტში. დაგიბრუნდი ცოტა ქვემოდან, რადგან კამერა ოდნავ დავტანე. ეს იგი მე თქვენ ციცით რამდენ და მე ჩვენი კოსმეტიკაში ვნახე წეღან და რახანაკ მაქვს გაჩვენებთ. ეს ალბათ ყველა მიცით. დიორის ტუჩის ბალმი, რომელიც ტუჩებს ატენიანებს და განიჭებს ვარდისფერ ფერს. სალომე მიყიდა, აი ეს. ვინც TikTok-ზე ნახეთ ვიდეო, ალბათ გეცოდინებათ უკვე. ნახეთ ესეც როგორი ფერია. ორივე ფერი არ მარტო ჰგავს ერთმანეთს, არამედ ერთნაირად ატენიანებს და ერთნაირ ფერს ანიჭებს ტუჩებს. ორივეს გაჩვენებთ ახლა. ეს ქვემოთ წავისვი. ნახეთ ერთნაირია. არც ერთი არ არის სამწუხაროდ ბიუჯეტური. თუმცა ეს სალომე ფასდაკლებაზე მგონი ძალიან კარგ ფასად შეიძინა ლუტაციაში და თუ არ ვცდები ვულევუშ და ისიპორში წიდება ზუსტად არ ვიცი. მე მინდოდა სხვა ფერის ტუჩსაცხი გაჩვენებთ აქ დავუძვრთავ ფოტოს, მაგრამ არ გქონდათ. ბევრი ნომრები არ აქვთ. ზოგადად YSL-ის ტუჩსაცხები მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ატენიანებს ტუჩებს და ძალიან სასიამოვნო კრემოვანი სტრუქტურა აქვს და ძალიან ნაზად დაიტანება ტუჩზე. სხვა, არა მხოლოდ დამატენიანებელი, სხვა კრემოვანი ტუჩსაცხებიც. ძალიან კარგია, აქ თუ მაქვს გაჩვენებ. ეს სალომე მაჩუკა. ჩემი ფერი არ არის. მაგრამ ტუჩსაც ძალიან კარგად შედება და მომწონს. და მინდა რამე ვარდისფერი, კარგი ვარდისფერი ვიყიდო. მოკლედ YSL-ის ტუჩსაცხები არის ძალიან კარგი. ეხლა რაც შეეხება საბოლოო სიტყვას, იმიტომ რომ უკვე დაგემშვიდობოთ, რადგან დარწმუნებული ვარ, იმდენი ვილაპარაკე, რომ ძალიან ბევრი მექნება დასაჭრელი, მისაჭრელი და მოსაჭრელი. ეხლა ძალიან სერიოზული რამ მინდა გითხრათ და ამით დავამთავროთ ჩვენი ვლოგი. პესპემ დადო ვიდეო რგოლი, სადაც წერია, რომ საქართველოში ბოლო 20 წელიწადში სქესის ნიშნით აბორტის გამო 1000-ობით გოგო არ დაიბადა. მარტი არის გოგოების და ქალების თვე. იყო 3 მარტი, მოდის 8 მარტი. დღეს მე ძალიან ბევრი ვისაუბრე, თუ არ ამოვჭერი, ან ძალიან არ დავამოკლე ერთმანეთის გაძლიერებაზე, ის რომ ქალები უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რადგან ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყოველ ნაბიჯზე გვიწევს ჩვენი უფლებების დაცვა, ხმის ამოღება, სადაც გვავიწროებენ როგორც ფიზიკურად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ასევე ძალადობენ ფიზიკურად ქალებზე. არ მხოლოდ საქართველოში, არამედ ეს არის მსოფლიოს პრობლემა და განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია დგას აბორტთან დაკავშირებით საქართველოში. ქალებო და გოგოებო, გისურვებთ, რომ ისეთ ადამიანებთან დააკავშიროთ თქვენი ცხოვრება და გადაწყვიტოთ საერთო შვილის ყოლა, ვისაც ესეთი არაჯანსაღი და არანორმალური დამოკიდებულება არ აქვს ამ საკითხის მიმართ. ერთს გეტყვით, რომ საბოლოოდ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ, მხარს დავუჭიროთ. კრიტიკა სხვა არის, ვიღაცა რო ცუდი ადამიანი იქ სხვა არის, ანუ ცუდი ქალიც და კაციც არსებობს და არ არის აუცილებელი ერთმანეთი ვაქოთ თუ არ ვართ კარგები, უბრალოდ ესეთ უაზროდ იმის გამო, რომ ვიღაცა
ის გადაწყვეტილებები, ცხოვრების სტილი, გარეგნობა და სხვა რაღაცები არ მოგწონს, ამის გამო ერთმანეთი არ უნდა ვლანძღოთ, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყოველ ნაბიჯზე გვიწევს საკუთარი თავის დაცვა, საკუთარი უფლებების დაცვა, სადაც ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეგავიძროთ სექსუალურად, ფიზიკურად, ემოციურად, იზოლოდონ შენზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და იცოდეთ, რომ არასოდეს არ დაიხიოთ უკან იყავით დიპლომატიურები, თუმცა ყოველთვის დაიცავით საკუთარი უფლებები, ამოიღეთ ხმა და სხვა ქალი, როდესაც ამოიღებს ხმას, ეს იქნება სექსუალურ, ფიზიკურ ძალადობაზე და სხვა პრობლემაზე, ის კი არ ვიძახოთ, რომ აქამდე სად იყო და ის კი არ ვთქვათ, რომ რა ვიცი, სხვა 1000 მიზეზი მოვიგონოთ, პირიქით გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია იყო ქალი. და უფრო რთულია იყო ქალი საქართველოში. შეამჩნევთ, თქვენ ცხოვრებაში არიან სექსისტები, საკუთარ ადგილას მოსვლით. და ყოველთვის ამოიღეთ ხმა და ყოველთვის დაიცავით თქვენი და სხვისი უფლებები. გისურვებთ, რომ ერთ დღეს ამ პრობლემებზე საუბარი არ მოგვიწიოს, მეჭვმეპარება, მაგრამ მაინც მე კი აქ დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურეთ. იმედია საინტერესო ვლოგი იყო და იმედია, რომ მაგრად და კარგად ვიქნებით ქალები.